მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუდიაში მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალია, მოგესალმებით გიორგი, დიახ, მობრძანებისთვის. ვაგრძელებთ თხრობას. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ დავითის მეფობის დასასრული ეტაპის შესახებ და დღეს უნდა ვისაუბროთ დავითის ერთ შეცოდებაზე, რომელიც უკავშირდება ისრაელის ერის აღწერას. ეს თავისთავად საინტერესო ადგილი არის. დავითი მოხუცებულობაში სრულიად სხვანაირად გამოიყურება და ესეთი ნიშანდობლივი არის ეს ეტაპი მისი ცხოვრებისა. გიორგი, ჩვენ წინა გადაცემაში მივედით ამ ადგილამდე. ეს არის ალბათ რაც უნდა დავითზე ვისაუბროთ. ამის მერე ალბათ უკვე ანდერძზე უნდა ვისაუბროთ, დავითის ანდერძზე და ეს რა მოვლენასთან გვაქვს საქმე აქ, ნათქვამია, რომ ღმერთმა ჩააგონა დავითს, რომ აღწერაგად ჩაეტარებინა ისრაელში, თუმცა მერე ეს აღმოჩნდა ცოდვა და დავითს ასარჩევი ჰქონდა რა სასჯელი იქნებოდა მოწეული მასზე და ერმა ზღვია მერე ეს სასჯელი. რაღაცა განმარტება ჭირდება ალბათ მაყურებელს, განმარტება ჭირდება ბიბლიის მკითხველს ამასთან დაკავშირებით. სანამ თხრობას გავაგრძელებთ, მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ეს ადგილი უნდა წაიკითხოს მეორე მეფეთა წიგნის ბოლო თავებში. ბატონო. და ასევე ნეშთა წიგნებში. ჩვენ ორი სახის უწყება გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი ღვთისმსახურის სხვა მოვლენილი, მეორე მხრივ სატანა არის აქცული. ორივე და იგივე, ერთი და იგივე ამბის ორი დაწყება არის. თუმცა ბიბლიის ტექსტში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა აღძრა დავითი ამ დიახ და ნეშთა წიგნში. ამ ნაბიჯის. ნეშთა წიგნში, სწორედ ღმერთი არ იხსენიება თავში, იხსენიება სატანა, რომელიც აღიძრა ისრაელის წინააღმდეგ. ეს ორივე უნდა შევაერთოთ ჩვენ როგორც საეკლესიო ლიტერატურაში გვაქვს მოცემული და უნდა ყურადღება მივაქციოთ იმ მოვლენას, რომ უფალმა დაუშვა აი ეს დაცემული ძალის კვეთება ისრაელისამი. დაუშვა. და მეფეთა წიგნში ღმერთია მხოლოდ. ხო, ანუ იმიტომ რომ მეფეთა წიგნი მიგვითითებს საბოლოო იმას, რა ქვია, ინსტანციაზე, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა, მას უართ დაეშვა, სატანის აღძვრა არ იქნებოდა. მაყურებელმა წიგნის მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვინც ამას წერს და ვინც ეს მოგვითხოვ, მას თავისებური ენა აქვს გადმოცემისა, თავისებური საშუალება, თავის წყაროებს ფლობს და ამ წყაროებზე დაყრდნობით და ასე გვეუბნება. და ამას ამიტომ ჭირდება ცოტა სიღრმისეული გააზრება. ჩვენ როდესაც აი ამ მოვლენას უკავშირებთ, ჩვენ როდესაც აი ამ მოვლენაზე ვსაუბრობთ, ალბათ ძალაუნებურად გვახსენდება ანალოგიური, სულაც შეიძლება ბოლომდე ანალოგიური არა, მაგრამ მაინც გვახსენდება ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებითაც დაცემული ძალა წარდგება უფლის საგრძის წინაშე პრეტენზიით იობთან დაკავშირებით. რომ იობის დამოკიდებულება ღმერთთან განპირობებულია იმ წყალობით, რაც ღმერთს აქვს მისდამი, ესე თქვა აპელირებას ახდენს უფლის სამართლისა, უფლის საგრძის წინაშე, რამდენად სამართლიანია იობისათვის აი ასეთი დამოკიდებულების მიცემა. ის ღმერთს ადიდებს არა იმიტომ, რომ ღმერთი უყვარს, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი აწყობს. აბა მოუშალოს ეს ყველაფერი ღმერთმა და თუ კვლავ დარჩება მისი მათიდებელი. ახლა რაც შეეხება აი ამ მოვლენას, რომელიც ისტორიულ წიგნთა ნუსხაშია მოქცეული და ღვთისაგან არის დაშვებული, სატანა არის აქცული ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ამბები, რა ამბებზეც აქამდე ვსაუბრობდით. რა არის ეს ამბები? ეს არის ამბები იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა გამოირჩია ისრაელი. გამოიყვანა ეგვიპტიდან. მოიყვანა აქამდე. შემდგომ დაახასახლა აღთქმულ მიწაზე. მისცა მსაჯულები, მერე მისცა მონარქია და ბოლოს მისცა დავითი. მთელი ამ ისტორიის მანძილზე
ჩვენ ვერ ხედავთ ისრაელს, რომელიც რაღაცა მომენტიდან სულ მადლობს ღმერთს და არ განუდგება მას. მთელი ეს ისტორია არის ისტორია ღმერთთან მიბრუნებისა და კვლავ ღმერთისაგან უკან წამოსვლის. აი ეს ისტორია. როდესაც მონარქია დაწესდა და ისრაელში საკმაოდ ისეთი ბევრი ძვრები იყო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. დავითის ტახტზე ასვლით ისრაელმა მოისმენა. დავითის ტახტზე ყოფობა მამანდრია ეს არ არის მხოლოდ უდიდესი მეფის ტახტზე ასვლა და მისი არა ეს ასევე არის ისტორია იმისა ამ შემთხვევაში როგორ აჩვენა ღმერთმა როგორ აღასრულებს ის პირობას ისრაელისათვის თუ ისრაელი დაიცავს ღვთისგან მიცემულ აღთქმებს. დავითის სამეფო ამის რეზუმეა. დავითის მეფობა ამის გამომხატველია. მიუხედავად იმისა აჯანყება იყო, მიუხედავად იმისა დავითი დაეცა, მიუხედავად იმისა ომები იყო, ისრაელი მოსვენებულია გარშემო მტრებისაგან და ისრაელი თავისი ძლიერების პიკისაკენ არის დაცული. აი სწორედ ამ დროს ისრაელიანთა შორის გაჩნდა ჩვენ წინა შეხვედრაზე ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ისრაელიანთა შორის გაჩნდა აზრი რომ კი ახლა ეს კარგი მონარქია, ღვთისაგან არის მოვლენილი, ისრაელი ასე აშენებულია, მაგრამ ვიღაცამ რომ დაიძახა შენი კარვებისკენ ისრაელი, მთელი ისრაელი აყო ამას. სადღაც გაქრა ეს მადლიერება, სადღაც გაქრა ეს ერთობის სული, მომენტალურად გაქრა. ის კი არა სიტყვაზე ვთქვათ რომ რაღაცა დიდ ტრაგედიებს, რაღაცა შეხედულებების მოდიფიკაცია და რაღაცა ცვლილება მოყვა, არა. ერთი შეძახილი საკმარისი გახდა იმისათვის რომ ისრაელის მთლიანობა დაშლილიყო. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დაშვებაზე, ჩვენ უნდა ყოველთვის ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ დაცემული ძალა ჩასაფრებულია ღვთის ჩეულზე, ჩასაფრებულია იმ წიაღზე, სადაც ღმერთი მოქმედებს და სადაც ღვთისმსახურება აღესრულება. და დაცემული ძალა სვავს კითხვას. რამდენად სამართლიანია ყველაფერი ამის შემდგომ ისრაელი კვლავ წყალობის ქვეშ იყოს. რამდენად სამართლიანია იმ საქციელების შემდგომ, რაც დავითის სახლში ხდებოდა, დავითი კვლავ მეფე იყოს. რამდენად სამართლიანია მის ვაჟს, მის ძეს აღუთქვა საყდარი, რომელიც არ უნდა შეერყეს. დაცემული ძალა მთელ ამ პრეტენზიებში, მთელ ამ მოთხოვნებში იწყებს რა ისრაელით, გადის დავით მეფეზე და ასრულებს თავის მოთხოვნას ყველაზე მნიშვნელოვანი რამის კითხვის ნიშნის ქვეშ დასვით. რამდენად სამართლიანია დავითის საყდრის შეუძრელობა. ეხება სწორედ იმ მომენტს, რატომაც დაცემულ ძალას დავითი დაინტერესა. დაინტერესა დავითი გავიხსენოთ ჩვენ. დავით როცა გადაწყვიტა ტაძრის შენება და ნათან წინასწარმეტყველმა მას უთხრა რომ შენ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე და ტაძარი ააკე. ამის შემდგომ ნათანს აქვს გამოცხადება და ღმერთი ეუბნება ნათანს რომ დავითი ვერ ააგებს ტაძარს ააგებს მისი ძე. მაგრამ მის ძეს წარმოსულ წინასწარმეტყველება არის როგორც ისტორიული, ასევე მესიანური. და აი ამ წინასწარმეტყველებაში სადაც გაცხადებულია რომ მისი ძის საყდარი შეუძრველად იქნება მის წინაშე, ანუ ნათქვამია რომ ეს არის მოუშლელი საყდარი, არ შეიძლება კაცობრივი, არ შეიძლება გენეალოგიური საყდარი მოუშლელი იყოს. ის მხოლოდ ღვთაებრივს უნდა უკავშირდებოდეს, მარადიულობა, მოუშლელობა, შეუძრელობა მხოლოდ ღმერთშია და თუ დავითის ძეს რაღაც ასეთი მოუშლელი აქვს, აი აქ დაცემული ძალა ხედავს იმ საშიშროებას, რასაც ხედავდა აბრაამში, რასაც ხედავდა ისააკში, რასაც ხედავდა იაკობში, რასაც ხედავდა იუდაში, ახლა ხედავდა და საბოლოოდ ქრისტეში რეალიზებული იქნება. ანუ ეს აპელაცია ის რასაც ხდება ასევე იობთან. ეს აპელაცია არის რაღაცა უფრო მეტი ვიდრე იობის ტრაგედია. ეს აპელაცია ეხება იმ წინასწარმეტყველებას, იმ მოლოდინს, რომლისათვისაც საერთოდ ბიბლია იწერება და კაცობრიობის ამ მიმართულებითაც კაცობრიობის ზედა უნდა იყოს მიმართული, მაგრამ ამ შემთხვევაში ძველი აღთქმის ეკლესიის. მოდი გავარკვიოთ ეს სამართალი.
და ღმერთმა დაუშვა. ამით ღმერთი ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება, რომ მისი სიტყვა ყოველთვის სამართლიანი. ის, როდესაც მიუხედავად ამისა, დავითს აძლევს მესიანურ წინასწარმეტყველებას, აი ამ დროსაც სამართლიანია. ამ დროსაც მისაღებია. საღვთო სამართალს შეესადაგება. აი ძალიან საინტერესოა, იცით, ძალიან საინტერესოა მანდრე როგორი გულისხმის ყოფაა საჭირო იმისათვის, რომ საღვთო სიტყვა, საღვთო სწავლება მართებულად გაიგო და არა იმ შეყვნილი აზრით, რომელიც შეყვნასაც დაცემული ძალა აძლევს ხოლმე ადამიანს, რომ დაამახინჯოს ღვთის სიტყვა მასში. აი მაცხოვარი ამბობს, რომ ნეტარიყვნენ დევნული სიმართლისათვის და რა სიმართლეზე აქვს საუბარი? რა სამართალზე აქვს საუბარი? და ძალიან ძიმია მდგომარეობა, როდესაც ამ სიმართლისათვის დევნულობაში დებენ ოდენ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიურ რაღაცა მოტივებს, რომ თითქოს თავისთავად ცხადია ეს დევნა ყურადსაღებია და ეს დევნა, მაგრამ მაცხოვრის მიერ ნათქვამი ეს სიტყვა ვერ დაიყვანება რაღაც პოლიტიკურ, სოციალურ მდგომარეობამდე. აქ სხვა სამართალზეა საუბარი, იმ სამართალზე, რომელიც ღმერთმა სამართლიანად მიეჩნია წინასწარმეტყველების სახით დავითისთვის მიეცა, რომლის მოდგმაში სულ 60 კაცს თუ ნახავთ, მის სამეფო იმას ანამის ხაზი იქნება, ამას გულისხმობ, რომელიც ღირსეულად მეფობს უფლის წინაშე. საშინელი შთამომავლობა ყავს დავითს გარკვეულ პიროვნებებში. თვითონ დავითი დიდია, მაგრამ მე რა ხდება? კი. მაგრამ სად არის აქ ღვთის სამართალი? ღვთის სამართალი არის იმაში, რომ ღმერთს უნდა ადამიანს გამოიხსნეს. დევნული სიმართლისათვის გულისხმობს დევნულს აი სწორედ იმ სიმართლისათვის, რა სიმართლესაც ვერ გებულობს დაცემული ძალა. პოლიტიკური, ეკონომიური, სოციალური უსამართლობის ახსნა შეიძლება, საღვთო სამართლის ახსნა არ შეიძლება. მაგრამ საღვთო სამართალი იზომება საღვთო სიყვარულით. და მიწიერი სამართალი არ იზომება სიყვარულით, ის მარტო ნაცვალგებით იზომება და ამ ნაცვალგების პარამეტრებსაც ადამიანი ადგენს. ამ დროს ასე ჭირდება, ასე დაადგენს, იმ დროს ისე ჭირდება, ისე დაადგენს. კანონი თავის თავში არ გულისხმობს სამართლიანობას. კანონი გულისხმობს ვალდებულებებს, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს სამართლიანი. თუმცა საღვთო სამართლის გაგებას, იმ ნეტარების გაგებას, რაც სიმართლისათვის დევნილს მიეცემა, ჭირდება საღვთო გულისხმის ყოფა, რაც მანი გულისხმა სიმართლეში, რა სიმართლითაც მანი წინასწარმეტყველა, ნათან წინასწარმეტყველის ბაგეებით დავითისაგან მესიის მოსვლა, ამ სამართალზეა აქ საუბარი. ამ სამართლისათვის დევნაზეა აქ საუბარი. როდესაც მე მის მსახურებაში ვიდევნები, როდესაც მე მის სამართლის მსახურებაში ვიდევნები, არა რაღაც პოლიტიკურ ეკონომიური სამართლის მსახურებაში ვიდევნები, არამედ ღვთის მსახურების სამართალში ვიდევნები. კი თავისთავად ცხადია, ღვთის მსახურება მოყვასის მსახურების გარეშე არ არსებობს. არ შეიძლება ამის გადანაწილება სხვადასხვა სფეროზე. მაგრამ როდესაც ის მხოლოდ მიწიერი პარამეტრებით განიმარტება, მაშინ გაუგებარი ხდება საერთოდ მთლიანად საღვთო გამოცხადება. აი აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ აღიძრა სატანა დაუშვა ღმერთმა, რადგან აჩვენოს ის სამართალი, რომელიც სამართლითაც ის წინასწარმეტყველებს დავითის გვარიდან მესიის მოსვლას, დავითის შთამომავლობაში საკადრის შეუძრებლობას. ამ ყველაფრის დანახვა ესეთი სულიერი თვალის გარეშე ძალიან რთულია. ხო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დაცემული ძალა რასაკეთებს მანდრია, რას ცდილობს აი მამათა ლიტერატურაში რა გვაქვს, რომ დაამახინჯოს ადამიანში საღვთო სიტყვა. გააგებინოს სხვანაირად. გააგებინოს მას, რომ ჭირდება, მას, რომ აწყობს, მას, რომ ხელს აძლევს ისე. მის შეხედულებებს რომ გაამართლებდა ისე. ანუ ადამიანმა უნდა იაზრონოს არა ისე, როგორც ღმერთმა თქვა, არამედ ღვთის სიტყვა უნდა იყოს განმარტებული ისე, როგორც მე ვაზროვნებ. შეტრიალებული აქვს ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ ხო ვიცით ბოროტების ის არის ბოროტებას არ შეუძლია შემოქმედება, ბოროტება შეუძლია უკვე შექმნის დამახინჯება. ის ვერ ქმნის ვერაფერს, უბრალოდ ამახინჯებს და ის არის დამახინჯებულია, ეს ამისი გაკეთებული. კი რა თქმა უნდა. ხო და აი როდესაც საღვთო სიტყვაზეა საუბარი, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო ლიტერატურაში, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდა მამათა განმარტება, ვინაიდან წმინდა მამები თავისი აზროვნებით იყვნენ წილნაყარი
იმ ძალასთან, იმ საღვთო ენერგიებთან, რომელიც საღვთისგან დაუწყების სიტყვის გაყალბებას არანაირად არ დაუშვებენ თავიანთ ასრულებაში. ეს საღვთო ენერგიები მადლის სულიწმიდისა სწორედ ამას აკეთებს. აი ამ ნაყოფს იძლევა მართებული სიტყვის მართებულად მიღების ნაყოფებს იძლევა ეს სულიწმიდის ნაყოფები. ის სიტყვა რომელიც მოვიდა ჩვენ შორის, ამ სიტყვის ისე მიღება რომელიც მოვიდა. არა ჩემებურად შეხედვა, შესაძლებელია ქრისტეს უყურებდეთ პილატეს თვალით, უყურებდეთ იუდას თვალით, უყურებდეთ ბრბოს თვალით, მაგრამ უნდა უყურებდეთ მოციქულთა თვალით. მაგარი ეგვიპტელი ამბობს, რომ ადამიანი თუ მხოლოდ თავისი ბუნებით მოქმედებს, ის არ იმზადებს ადგილს სათასასუფეველში, რადგანაც ადამიანს მიეცა ნიჭი ღმერთთან ერთად მოქმედების. მას შემდეგ რაც მაცხოვარი თანაარსი გახდა ჩვენი, როდესაც განხორციელდა და ადამიანური ბუნება მიიღო, მას შემდეგ თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება, რომ არა მხოლოდ თავისი ბუნებით იმოქმედოს. არ დარჩეს მხოლოდ თავის ბუნებაში, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ თავის ბუნებაში დარჩენილი საღვთო მადლის მიღების გარეშე და ღმერთთან ერთობის გარეშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ პრაგმატულია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებით არის და წყვეტს აკითხებს საღვთო განგებულების გათვალისწინების გარეშე. ხო, გეთანხმებით, რომ აი წინაყარობა საღვთო ენერგიასთან, საღვთო ენერგიის მოქმედება ადამიანში, ადამიანის ქცევა ღვთის სულიწმიდის ჭურჭელად. ეს არის ის, რაც შენ გაძლევს საშუალებას უცდომელად იარო აი ამ მარადიული სიხარულისაკენ. იყო აქაური მოქალაქეც და ზეციური. თავისთავად ხაზია. ქვეყანისა კაცის და ხო ზეცისა კაცი და ქვეყანის ანგელოს, ხო? ასე. აი ამ ადგილასაც წმინდა წერილში ამაზეა საუბარი. როდესაც მიდის წინასწარმეტყველი და დავითს ეუბნება სამი სასჯელი შემოგთავაზაო შენ ღმერთმა და საინტერესო შემოგთავაზა. სასჯელი შემოთავაზება სასჯელი მოდის ღმერთისაგან, არა აქ სამსაო დავითი რომელსაც აერჩევს ეს იქნება. ესე იგი უთხრათ გაყურებას დავითმა აღწერა ჩაატარა. ხო, ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, დავითმა აღწერა ჩაატარა, ხო, ანუ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ეს არ უნდა გამოგჩეს, მადლობა მამანდრია. აქ საინტერესო დეტალია ის, რომ დავითმა აღწერა ჩაატარა და დავითის мотиваცია, ანუ რას დაკრა სატანას, ანუ გულს დაკრა, აი რა გულზეა საუბარი. დავითი ატარებს აღწერა. დავითისგან აღწერის ჩატარება პრობლემა კი არ არის, მაგრამ мотивია ძალიან საინტერესო. და мотиვი ჩვენ ვიგებთ, როდესაც აღწერის შედეგები მოდის დავითთან. ერთი წიგნის მიხედვით 800,000 ისრაელიდან და 500,000 1,300,000 ჯარისკაცის გამოყვანის საშუალება ჰქონდა დავითს აღწერის მიხედვით. ანუ აღწერა ეს აცნობა, ანუ დავითმა ამ აღწერის შედეგების მიხედვით ნახა საოცარ რა სამეფო ჩაიბარა, თუ რა სამეფო მიიღო. და აი ის დავითი რო გული შეიმუსრა და მე ნანობს ეს რა ჩავიდინეო. ხვდებიო რომ დავაშავე უფლის წინაშე, რა დააშავა დავით? ასეთი ძლიერი სახელმწიფოა შექმნილი, რა დააშავა დავითმა დააშავა ერთადერთი რამე. დავითის რომ არ ეღიარებინა ეს დანაშაული, ჩვენ ვერც გავიგებდით რომ აქ დანაშაული იყო. რა იყო ეს დანაშაული? დავითმა ამ შემთხვევაში გულში გაივლო აზრი, რამხელა ქვეყანა ვაშენ. რა იყო და რა გავაკეთე დავითი მიხვდა რომ რა გავაკეთე კი არა. რა გააკეთა ღმერთმა. ძალიან გავს ამ დროს დავითი იმ ბანზე მოსეერნე დავითს. როდესაც ის დაეცა, ამიტომაც არის აქ დავითის დაცემაზე საუბარი. მეორე მომენტია ზუსტად ისეთი დავითის. ძალიან საინტერესოა, გიორგი, ამაზე შევჩერდეთ. ძალიან საინტერესოა, რომ ხილული თვალსაზრისით დავითს არაფერი არ დაუშავებია. დააშავა განზრახვით, თქვა, აი мотиваცია, რაც შენ ახლა გამოკვეთე, ეს არის мотиваცია, რომ დავითი რაღაცა აღივსო საკუთარი თავის ძლიერებით და ეს არის მთელი შეცდომა. აქაც აი ესეთი სულიერი გზაჯვარედინი არის, დავითს რამდენჯერ მოუწია ამ გზაჯვარედინის გავლა და დღესაც აი წარმოდგენა რომ ძნელია დავითზე უფრო დიდი ვინ უნდა ყოფილიყო ისრაელში, მაგრამ ადამიანი თავისი ადამიანური რაღაცა მისწრაფებებით ესეთ შეცდომაში შედის. და მე როდესაც უკვე მაცხოვარი
თავის მოძღვრებას აძლევს კაცობრიობას, იქ სწორედ განზრახვაზე აკეთებს აქცენტს, რომ არა მარტო ქმედება არის ცოდვა, არამედ განზრახვა ცოდვა არის და აქ ჩვენ დავითამ ხედავთ ამას. როგორც თქვით, ახლა აღწერა თავისთავად პრობლემა არ იყო და თავისთავად ცოდვა არის. აღწერის შედეგების მიღება აქვს პრობლემა, თორე. აღწერა შეიძლება სახელმწიფოებრივი მოვლენა, სახელმწიფო სჭირდება, მოსე მორჯერ აღწერა ისრაელი. და რამხელა სასჯელი მოსდევს ამას, როგორ უფრთხილდება დავითს, რომ უფალი რომ ყოველი გადახვევა მისი განზრახვითაც კი მაშინვე რაღაცა ნიშნით აღიწერება ღვთისაგან სასჯელის სახით. თან არის მითითება იმასთან დაკავშირებით, აი დასკვნის გაკეთების უფლებას ატოვებს, რომ ჩვენ თავს მოსე მორჯერ აღწერა ორჯერვე ღვთის მითითებით, რომ აი აქ ეს არ არის, რომ ისრაელს აღწერა, ისრაელის მეფეებს არ აქვთ უფლება ცხენები მოიმრავლონ, არ აქვთ უფლება ანუ ცხენები განა სახელმწიფოში ცხენების მომრავლება ეკრძალება, მაგრამ ანუ გაძლიერების, აი ძლიერების კოეფიციენტის განსაზღვრის უფლება არ აქვთ, ვინაიდან ეს ძლიერება სხვა მეფისაა, შენი არ არის. თუმცა ეკრძალება ეს მითითების გარეშე აღწერა ეკრძალება ეს აი ამ საჯინებოს მომრავლება ეკრძალება ბევრი ცოლების ყოლა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძლიერების იმაში ილექებოდა, დასკვნად ილექებოდა. და აი დავითი როგორი დიდია დავითი ხო გვახსოვს პირველი დაცემა ხო აღდგომა რითი მოვიდა, სინანულით მოვიდა. აქაც ზუსტად იგივე. დავითი ნანობს. ეს როგორ გაბედა? როგორ გაბედა რომ ეს ყველაფერი მიაწერა თავის თავს? როგორ გაბედა რომ ეს ყველაფერი მოეწონა რომ მისი გაკეთებულია? მისი გაკეთებული არ არის, უფალი მეფობს, უფალმა გააკეთა ეს ყველაფერი. იმ დაცემისას ისეთი დიდი საშიშროება არ იყო, როგორც აი ამ დაცემისას ხედავს დავითის საშიშროებას. ვინაიდან ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ დავითი ჩაებღაუჭოს საგდარს, დავითი ჩაებღაუჭოს თავის სამეფოს ძლიერებას და დავითმა გააკეთოს ისაც თავის დროზე საულმა გააკეთა. ეს არის სატანის აღძვის, სატანის ბრძოლის დაწყების მთავარი მოტივი. დავითმა ღმერთში თავისი თავი უნდა ჩაანაცვლოს. დავითმა მსახურებას თავი უნდა დაანებოს. რაც ამ ეს არის განზრახვა ბოროტი ძალის. ეს არის მთავარი, დავითი უნდა დაეცეს. დავითის დაცემით მთელი ეს ხაზი უნდა დაეცეს. დავითის პრობლემა კი არ არის, დავითის მერე რაც იგეგმება ეს არის პრობლემა. ბეთლემია პრობლემა. ისაღამოა პრობლემა. მერე თაბორია პრობლემა, მერე გოლგოთა იქნება პრობლემა. ამაზეა საუბარი აქ და ამ შემთხვევაში დავითი თითქოს და ამ გზაზე დგას, მაგრამ აი ამას მინდა მამა ანდრია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო, რამხელა დაცემა შეიძლება მოხდეს და სინანულმა როგორ შეიძლება ყველაფერი ეს გადარეცხოს და კვლავ პირველ მოცემულობაში დააბრუნოს. მე რამდენად ემართება დავითის. სინანული საიდუმლოა ეს, აი მგონი მაკარიდით თუ იოანეს სინალი 2-1 არ მართლა ძალიან შორს კი ვთქვი, ახლა ერთი მეორესაგან ძალიან კი დავაცილე, მაგრამ 2-1 საუბრობს სინანულის როგორც კვლავ შობის საიდუმლოს შესახებ. და ნათლისღება ბევრი მამა აქვს ნათლისღებას, მაგრამ ეს მამა რომის კონკრეტული ავტორობა არ მახსენდება ახლა, ან 2-1 ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სინანულს როგორც ხელახალი შობის აუცილებელ საშუალებას, რომლისოდაც წარმოუდგენელი. და მართლა სინანულის სიღრმე მთლიანად გამოჩნდება დავითის ძესთან. დავითის ძესთან, როდესაც ორი შეინანებს მის წინ. მაგრამ ერთი სინანული ნაყოფიერი იქნება, ხოლო მეორე სინანულს ნაყოფიერი იქნება. საოცარი რამ არის, აი საოცარი ბმა, საოცარი სიმეტრია გვაქვს წმინდა წერილში წინასწარმეტყველებათა აღსრულების თვალსაზრისით და აი ახლა აქ დავითი, რომელიც შეინანებს ამას ეს რა ჩავიდინეო. ეს რა გაუკეთეო, ეს რა გავაკეთე დავითი შეხედავს თავის თავს, არა საყდრიდან გადახედავს სიტუაციას, არამედ აი აქიდან შეხედავს თავის თავს, გარედან შეხედავს თავის თავს და ხედავს რომ ის მას არ ეღირსება თავი მეფობის როგორ ჩაიდინა მან. და როგორც მაშინა თან იყო, ახლა გაწინასწარმეტყველს შბოთის როგორც ამიტომაც შეგიდო შეღმერთო, ამიტომაც არ მოკლავ შეღმერთი, მაშინა თან ეუბნება, აქაც სამი სასჯელი შემოვდა. ღმერთის თავასო, აი მეგობარი რომ მეგობართან არის. ზოგადად დავითის სახელი მეგობარს ნიშნავს.
აი მე თავის მეგობარს ღმერთი ეუბნება რომ აი სამი დანება რომელს ამოერჩევდი და მოდი ვნახოთ ამ გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი როდესაც როგორც იობთან ასევე დავითთან საღვთო სამართალი მთელი თავისი დიდებულები წარმოდგება რომ დიახ იობი ღირსი იყო დიახ დავითი ღირსი იყო მიუხედავად ამისა სამი სასჯელი რა არის 7 წლიანი ისა რა ქვია შიმშილობა სამთვიანი დევნა ან სამდღიანი ჭირი რომელიც უნდა გავცელდეს ნეშტაციკის სხვა პარამეტრებია მოცემული მაგრამ არსი იგივე ხა დავითი სამითო დამოირჩიოს დავითის არჩევანი არის საოცარი რამე ადამიანთა ხელში ნუ ჩამაგდა უფლის ხელში ჩავარდამირჩევნია მოდი ვნახოთ რატო თქვა ეს დავითი მოდი ერთი წუთით დავუფიქრდეთ ამას ამის უკან ძალიან ღრმა აზრი დევს ეს შეიძლება დავითის ირონია იყოს რომელიც ძალიან ღრმა აზრს გამოხატავს დაირას და ნახი აქვს ადამიანების ხელში ჩავარდნა რა ეს ერთი მხრივ მამა ანდრია მაგრამ მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება შიმშილობა რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში უნდა შემოსულიყო მეფეს არ შეეხებოდა ქვეყანა შეეხებოდა მაგრამ მეფეს ვინ მოამშიებდა დევნილობა რომელიც დავითს გამოსტილი ქონდა ბოლოს ღმერთი ეუბნება რომ ეს დევნილობა მისი გამოხსნით დასრულდება ანუ კიდევ გაიმარჯვებს მესამე არის ავადმყოფობა რომელიც არ არჩევს ერთმანეთისაგან მეფესა და მსახურს ის ყველაზე ვრცელდება და დავითი როდესაც ირჩევს ამ მესამეს უფლის წინაშე თელ ისრაელს უცხადებს მეც ერთი მოკვდავთაგანი ვარ თქვენ შორის მეც თქვენს ხავით სასჯელს ველოდები რომელიც ღვთის დაშვებით მოსულია ისრაელზე ბეთლემიდან ჩამოტანილი წყლის დაღურის არ იყოს ბეთლემიდან ჩამოტანილი წყლის დაღურის არ იყოს ერთ-ერთი მათგანი ხდება დავითი აი აქ ტახტიდან ჩამოდის არა ფიზიკურად, არამედ თავისი აზროვნებით ტახტიდან ჩამოდის და უფლის წინაშე დგას, როგორც ერთ-ერთი მოკვდავი, რომელიც თუ გადარჩება, ღმერთისგან გადარჩება, თუ არა და ისევ მისცნებ. აი აქ გაცხადა საღვთო სამართალი სწორედ. აქ დავითზე ღმერთმა გამოაჩინა, დიახ დავითი ღირსია, მეფობისა, იმ მეფობისა, რომლის დინასტიის ბოლოში საყდარ შეუძვრელი უნდა მოვიდეს და მის საყდარს ვერ შეეხება ვერაფერი. აქ ესეთი ტრანსფორმაცია არის დავითი, როდესაც აღწერის დავითის მოტივზე, როდესაც ვილაპარაკეთ აღწერის დროს, ისევ მოსეირნე დავითი ახსენე და აქედან ჩამოდის. აღარ არის მოსეირნე, არამედ შედის პირდაპირ აი ამ საფრთხის ქვეშ მთელზე ერთთან. ანუ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე ჩვენს თავზე მოწეულ განსაცდელებს და ამ შემთხვევაში ჩვენ თამამად ვსაუბრობთ დავითზე, რომ დავითი ღმერთს ისე უყვარს, რომ პატარა გადაცდომაც კი ამხელა სასჯელის ეს გახდა საბაბი გახდა, მიზეზი გახდა და ჩვენს თავზე მოწევნული განსაცდელების შემთხვევაშიც ესე უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთს უყვარვართ მაგ შემთხვევაში გაზღვევინებს, არ გიშვებს, არჯვნივ, მარცხნივ იმისათვის, რომ იაროს საღვთო გზაზე. ყოი, ამის შეგრებია. მოგეშია მათთვის, ვისაც მიზანი აქვს, რომ საღვთო განგებულება იყოს. და ხაზი გაუსვათ მანდრია, რომ ეს ამას კარგად ხედავენ, სწორედ ისინი, რომელთა გონებაში შემოსულია ის ნათელი, საღვთო ნათელი. შეუქმნელი ნათელი, თაბორისეული ნათელი, ანუ მოქმედება, ენერგია სულიწმინდისა და ამ გონებას აქვს არა ილუზორული ხედვა, არამედ აქვს ნამდვილი საგნების ხედვა, ჭეშმარიტი ხედვა აქვს, ხო? ამაშია საქმე, რომ აი ამ დიდ მამებთან სწორედ ამიტომ ხვდებით, ამ სულიწმინდით გაფრთხილ მამებთან, ამიტომ ხვდებით ჩვენ ამითითებებს, რომ ის გასაჭირი არის რაღაცა ნიშნული იმისა, ურომლისოდაც მე ვერ წარმომატებინე და ხედავს თავის სილაღეში რამხელადაცემაა მოსალოდნელი. რამხელადაცემაა მოსალოდნელი და შესაბამისად აი თითეული საჭიროება, გაჩენილი საჭიროება სიხარულია. და ამ საჭიროების მიღმა
თვითონ საჭიროება კი არ არის სიხარული, მამაო. ანუ კარგად უნდა გავიგოთ რაღაცა ფსიქოლოგიური დარღვევა კი არ აქვს ამ ადამიანებს, არა. თვითონ იმას კი არ ეძებენ, რა ქვია, ტკივილს კი არ ეძებენ, როგორც საკუთრივ ტკივილის იმას, რა ქვია, მოყვარულები, არა. ამ ტკივილის მიღმახსნას ხედავენ. ამ ხსნის მოტკიფიალეები არიან. ამაში არის საიდუმლო ამ ტკივილისათვის. თვითონ მაზოხისტური, რა ქვია, სურვილები კი არ აწუხებთ ტკივილის ძიების, არა. ტკივილის ხსნელს ხედავენ, ამ ტკივილის მიღმა სიხარულს ხედავენ და ამ სიხარულს ეძებენ და ხვდებიან, რომ ამ სიხარულს ტკივილის გარეშე ვერ შეხვდები, რადგან შენი ავადმყოფობა, შენი დაცემულობა ამას გულისხმობს. აი აქ დავითი ჩამოდის სამტრიდან. აი აქ დავითი ამბობს, უფალი მეფობს, მე არ მეფობ. ვირჩევ იმ სასჯელს, რომელიც სასჯელითაც მე ვარ ბეთლემში იესეს მიერ გაგზავნილი, სამწროში გაგზავნილი რიგით იმწყემსი. არ ვარ მეფე, ვისაც უფალი გაიყვანს ამ ეპიდემიისას, იმას გაიყვანს, ვისაც არ გაიყვანს, ის დატოვებს. უფალი მეფობს, მე არ მეფობ. და დავითი ირჩევს ამიტომ ამ მესამე სასჯელს. 70,000 კაცი გაწყდა ისრაელში. ეს სასჯელია იმ მიუღებლობისათვის, უმადურობისათვის, აჯანყებებისათვის, როგორც არის აზრი ამასთან დაკავშირებით გამოთქმული, რომელიც თან ახლავს დავითის მეფობას. ხო, აბესალომის აჯანყება ეგრევე გამოხმაურებას პოვებს, შებაყის აჯანყება ეგრევე გამოხმაურებას პოვებს და ასე შემდეგ და ასე შემდგომ და როდესაც აი ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა ისრაელში წარმოდგენილი და ძალიან ბევრი ხალხი კვდება დავითს აქვს იერუსალიმიდან გამხედვარე დავითს აქვს ხილვა ორდია იებუსეველის კარლოსთან מחვილ გაშიშვლებული ანგელოზი დგას და מחვილი უნდა მიმართოს იერუსალიმისაკენ უნდა აი იერუსალიმში დაიწყოს ძალიან დიდი სიკვდილიანობა და სხვათა შორის მარტო დავითს არ აქვს ეს გამოცხადება აი უხუცესებსაც აქვს და დაემხობა დავითი დაემხობიან უხუცესები იწყებენ ლოცვას და ამ ლოცვის პასუხად საყდრიდან ჩამოსული დავითის ლოცვის პასუხად ნამდვილი მეფე ისრაელისა ჭეშმარიტი მეფე ისრაელისა გასცემს ბრძანებას და ანგელოზს უბრძანებს კმარა ჩააგე მახვილი ქარქაში და შეწყდება ეპიდემია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მამა, ვინაიდან აი აქ ხდება სწორედ იმ დავითის წარმოჩენა, რომელიც დავითიც მზადა შეხვდეს უფლის გადაწყვეტილებას. ამავდროულად ლოცულობს კიდევაც იერუსალიმისათვის. მაგრამ ლოცულობს ამ სიტყვებით, რომელსაც შემდგომ დავითის ძე ყველას გვასწავლის, რომ ყოველდღიურად ვიმეოროთ. იყავ ნებაშენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანას ასეთა. ეს არის უმნიშვნელოვანესი დეტალი. რა, მე რო არ მივცე ღმერთს, მისი ნება არ იქნება ცაზე და ქვეყანაზე, როგორ არა, მაგრამ ღმერთმა მე ადამიანად შექმნა და როდესაც ვეუბნები მას, იყავ ნებაშენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანაზე და უწინარესყოლისა ვეუბნები, ჩემში იყო შენი ნებელობა. შენი ნებისა მოქმედებდე მე. ვაცნობიერებ ამას და მე მინდა ჩემში აი მაკარი დიდისის მოიტანე თქვენ ხო აი ჩემში მოქმედებდე შენი ნება ჩემში მოქმედებდე მარტო მე არ ვიყო ეს ხო მარტო მე არ ვიყო ჩემი ბუნებრივი ძალები ჩემში იყო როგორც პავლე მოციქული იტყვის ჩემში ცხოვრობს ქრისტე ხო მე კი არა ანუ ქარქაში ხლის ჩაგებაც ამას მოყვება რისხვის აქ ყველაზე მთავარი ქარქაში ხლის ჩაგება კი არ არის აქ ყველაზე მთავარი ეპიდემიის დასრულება კი არ არის. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ის გამოცდა, რა გამოცდაც, ის პრეტენზია, ის აპელაცია, რაც დაცემული ძალისგან მოდის აბსოლუტური გაქარწყლებული. აღარც არ არის, ვეღარც იმეორებს, ვეღარც ისმევა კითხვა, აღარც არსებობს გავსი რამე, რატო? რომ დავითი ღმერთს ემსახურება და ამ მსახურებაში დაცემული ძალა ვერასოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ მსახურების სულიდან გამომდინარე, გაწინასწარმეტყველის მითითებით, დავითი უნდა წავიდეს და ორნია იებუსეველის კალოსთან ააგოს საკურთხეველი და შეწიროს სხერბლი. აი, როდესაც ეს მომენტი მოხდება, ონია თავის შვილებთან ერთად იხილავს ასევე ანგელოზს.
თავის კალოზე, შეშინდება, დაიმალებიან, თავის დამაცხადი ეს ბუნებრივი მოქმედება მათი მხრიდან, და როდესაც მეფე მოვა თავისი ამალით, ონია ებუსებელს კალოს გამოსასყიდს და ონია ესე შეშინებული ამ გამოცხადებით, მეფეს ეუბნება, რა უნდა იყიდო, აგერ ხარები, აგერ ურემი, აგერ ხორბალწე ხოვდა მაშინ, ყველაფერი ეს მიმიძღვნია უფლისათვის. ანუ რაღაცა ის ამბავი, რაც დაიწყო იერუსალიმიდან, იხსნება იერუსალიმისკენ და მთელი ისრაელს, ეს სიმბოლოა, რომ აი ეს მსახურება მთელი ისრაელში უნდა გადავიდეს ახლა, რომ რა შესყიდვა და დავითი ეუბნება საოცარ ამას, მუქ შესაწირავს ღმერთს ვერ ვუკადრებო. ხო, უნდა გადავიხადო. უნდა გადავიხადო და იქ სხვადასხვა ისინი ამოცემული და შეისყიდეს ამ კალოს და დავითი იწყებს ღვთისმსახურებას, ამას ყურადღება მიუქცევს. უშუალოდ დავითი არ წინავს ხმებს. მეფეს ღვთისმოქმედება ეკრძალება, მაგრამ ისა ინიციატორებს ხომ შეწირვის. და ერთი ძალიან საინტერესო ამბავი აქვს. რითაც ეს ამბავი შეიძლება მართლა საოცარ დასასრულამდე მივიყვანოთ. რომ მსხვერპლი, რომელიც წარმოდგება ამ საკუთრებულზე, უნდა დაწვან. ვერ მოასწრებენ ცეცხლის მიტანას, ზეციდან გარდამოდის ცეცხლი და ისწვავს. ესეც აი ზეციური ცეცხლის, სასწაულებრივი ცეცხლის გარდამოსვლის კიდევ ერთი ნიმუში წმინდა წერილში, მაგალითი წმინდა წერილში. ისე უხარია ღმერთს, რომ ეჩქარება მსხვერპლის შეწირვა. ცეცხლის, აი ზეციური ცეცხლის რატომ? როდი გავიხსენოთ, როდის გარდამოვიდა ზეციური ცეცხლი? ინსტიტუციურად დაარსებული ისრაელის ძველი აღთქმის ეკლესიის ისტორიაში, როდესაც პირველ მღვდელმთავარს პირველი ღვთისმსახურება უნდა გაემართა, აარონი დაიძრა საკურთხევლისაკენ და სანამ მივიდოდა ზეციური ცეცხლი გარდამოვიდა და დაწვა ეს მსხვერპლი. სუსტად იგივე ხდება აქ. სუსტად იგივე ხდება აქ, რატო? ეს გახლავთ იმ პასუხის დაბეჭდა, რა პასუხიც მიიღო დაცემულმა ძალამ ღმერთისაგან. რომ დავითის ამორჩევა, ეს არის ღვთისმსახურების სამართალი. ეს არის ის სამართალი, რომელიც მე მიმაჩნია სამართლად. ეს არის ის სამართალი, რომელსაც მე ვადასტურებ, მე ვბეჭდავ ამ სამართალს. და აი ამ სიმართლის გამო დავითისაგან მოვა ძე, რომლის საყდარი შეუძრელი იქნება და ეს ჩემს სამართალს შეესაბამება. დიახ მოვა ძე. იქადაგებს. მერე ჯვარზე მოკვდება, მერე აღდგება და მერე უდიდეს სიხარულს მისცემს კაცობრიობას, გამოხსნეს სიხარულს მისცემს კაცობრიობას, იმიტომ კი არა კაცობრიობას დაიმსახურა, არ დაუმსახურებია, მაგრამ ღმერთის სამართალი ასეთია, არ იმსახურებ, მაგრამ მე გაძლევ. სადა აქ სამართალი თუ არ უმსახურებ, რანაირად მაძლევ? ეს არის ადამიანის სამართალი. აქ სიცოცხლეს ქმნილება კითხოს, მაგრამ ღმერთი ასე კითხოს ასვავს. ნეტარი იყო დევნილი სიმართლისათვის ვერ გაიზომება სოციალური და პოლიტიკური და ეკონომიკური საზომებით. რაღაც მეტ სამართალზე და იმ მეტი სამართლის დევნაზე, საღვთო სამართლისათვის აღზრულ დევნაზე, საღვთო სიმართლისათვის შიმშილზე აქვს საუბარი, რომელიც ცხოვრობ იმას ესმის, რომელიც ნაკვებია სული წმინდის აი ენერგიებით და ამადლით, დაზიარებია აი ამ სიხარულთან. და როდესაც აი ესეთი სასწაულებრივი სრულშეწირვა მოხდება, თითქოს და წმინდა წერილი ამით გვეუბნება, რომ სრულდება რაღაცა ეპოქა, დასასრულს უახლოვდება რაღაცა მსახურება, არა იმიტომ რომ ეს უნდა მორჩეს და აღარ იყოს, არა, დასასრულს უახლოვდება ამ მსახურების გამომხატველი, მაგალითი, თორემ თვითონ მსახურება უნდა გაგრძელდეს თაობიდან თაობაში. წმინდა წერილის თხრობა სწორედ ამით არის საინტერესო, რომ რასაც ვერ გააგრძელებს ადამიანი, რასაც ვერ გააგრძელებს დავითის ვერც ერთი შთაომავალი, იმას მიიღებს, აღადგენს, გააგრძელებს და სრულყოფს მისი ძე, ხორცილი ძე, რომლის საყდარი შეუძრელი იქნება უკუნეთი უკუნისამდე. დავითის შეწოდებაზე, როდესაც საუბრობთ, ყველას ახსენდება ის შეწოდება, როდესაც ბერსაბესთან დაეცა. ბერსაბესთან შეემთხვა მას და ბერსაბესთან შეწოდება ეს განზრახვა არ იყო, ეს შესრულებული ამბავი იყო. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთმა იქაც დავითს სინანულისკენ მოუწოდა და სინანულის ნაყოფი მიიღო, მაგრამ აქ გაცილებით უფრო ფაქის რამეზე არის ლაპარაკი. ანუ ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცა დასრულდა და დავითის
განწმედაც თითქოს ესე სრულდება. იქ განზრახვის გამო იყო, გაცილებით უფრო უხეში და თვალხილული დანაშაულის გამო იყო. აქ განზრახვის გამო იყო. უკვე ეს მიდის უფრო და უფრო მეტი სულიერი საკითხების წარმოჩენისკენ. სიმაღლისკენ მიდის. ხო, იქ თუ განზრახვის გამო დავითი არ ისჯება, ჯერ განზრახვა, ხო და მე ასრულებს ამას. სანამ არ შეასრულა, მანამდე არ დადგა ეს განსაცდელი. აქ განზრახვაშივე უკვე დავითს შეწოდებათ ერაცხება განზრახვაც კი და ხდება ამისი გაწმენდაც. დიდი მადლობა გიორგი ამ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ მივყვებით თხრობას და დღევანდელი გადაცემის შესაბამისად ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ მეორე მეფეთა 24 თავში. შემდგომი საუბარი შეეხება უკვე დავით მეფის ანდერძს. ამით გემშვიდობებით დღეს. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.